პრემიერ-მინისტრმა ბორჯომში ვიზიტი სოფელ ქვაბისხევიდან დაიწყო. მან ქვაბისხევში თემურ მაისურაძის საწარმო მოინახულა. ამხანაგობა ჩუქურთმა ხეზე და მეტალოპლასმასზე მუშაობს. საწარმო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 15,000 ლარით დაფინანსდა. თემურ მაისურაძეს საწარმო რამდენიმე წლის წინ დაეწვა და მისი აღდგენა მხოლოდ ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძლო. ეს საწარმო გაუბედურებული როგორ იცით დაიწყო, მეხი დაეცა და სულ განადგურდა. ეს ყველაფერი გავაკეთე. მარტო და ჩემი ამ თანხაში რა ვიყიდე დაზღა დანადგარები, რომელიც დამწვარი მქონდა და საერთო თან მქონდა. ვიყიდე მანქანა, რომელიც ნამდვილად საჭიროა ჩვენი მუშაობისთვის, მასალების მოსატანად, შემდეგ ნაკეთობების წასაღებად და დასამონტაჟებლად კლიენტთან. და ვიყიდე აგრეთვე მეტალოპლასმასის გარფანჯების დაზგები. დამწვარი იყო ცეხი 3 წელიწადი და რა თქმა უნდა კლიენტი თავისთავად დაიკარგა. მაგრამ ეხლა გებულობენ რომ ცეხი აღვადგინე და მუშაობას ვიწყებ და დავიწყე მუშაობა, უკვე ასე თუ ისე არის. მაგრამ იმედი გვაქვს რომ მოიმატებს და იქნება მუშაობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით პროგრამა აწარმოე საქართველოში გარდა იმისა რომ ხელს უწყობს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას, სოფლებში აჩენს შემოსავლის წყაროს და ახალგაზრდებიც ნაკლებად ტოვებენ სოფელს. ახალგაზრდები უკვე ნაკლებად მიდიან ქალაქში აქედან და რჩებიან ადგილზე, რაც მე მგონი ძალიან მისასალმებელია. ეს პროგრამები გაგრძელდება. ეხლა მეორე ეტაპი არის დაწყებული. კიდევ 1600-მდე მიკრომეწარმე მიიღებს გრანტს, 3000-ზე მეტი გადამზადებას გაივლის. და აი ამ პროგრამების შედეგად იქ შეიძლება ასევე კოოპერაცია რომ სამი ერთად გაერთიანდეს და 15,000 ლარამდე აიღონ გრანტი და ეს ძალიან კარგი საშუალებაა განსაკუთრებით სოფლად, სადაც მართლა ბევრი ინიციატივიანი ადამიანია. ჩვენ ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში, იმიტომ რომ ქალაქიდან შეიძლება ბევრი რამე სხვანაირად ჩანდეს. ადამიანებს როცა ხვდები, ესაუბრები, მათი პრობლემების შესახებ ისმენ, სხვანაირი შეგრძნება ჩნდება თვითონ მთავრობის წარმომადგენლებში, ისინი უფრო მეტად ითავისებენ იმას, თუ რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და რა არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. პრემიერმა ბორჯომში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც გახსნა. Crown Plaza ბორჯომი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. სასტუმროში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათგან 95% ადგილობრივი კადრია. ეს სასტუმრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბორჯომის როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. ტურიზმი საერთოდ ჩვენი ქვეყნისთვის გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი. ტურიზმი აგენერირებს ყველაზე მეტ შემოსავალს და ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სასტუმრო დაათვალიერა. სასტუმროში 101 ნომერია, ფუნქციონირებს 5 საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, ავსტრიული და ფრანგული წარმოების თერაპიის კაბინეტები, ფიტნეს დარბაზი და მაღალი კლასის სპა ცენტრი. უცბად მინდა გითხრათ, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ ნამდვილად სიამაყით ავსებული, რომ ასეთი თანამედროვე ევროპული სტანდარტების მაღალი ხარისხის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა რეგიონში, ბორჯომში. ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიცემს ამ ქალაქს განვითარებისთვის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ყავს ამ ქალაქს და ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ხელშეუწყობს განვითარებას. სასტუმროს მშენებლობაში სულ ჯამში 32 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. საინვესტიციო ჯგუფმა ბორჯომში უკვე შეიძინა სანატორიუმი ფირუზა და ყოფილი მეორე სკოლის შენობა. აღნიშნულ ობიექტებზე იგეგმება როგორც მაღალი კლასის, ასევე საშუალო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა.